გამარჯობათ, რიგით მეხუთე პოდკასტი და სუნად ყავს რაბანა. გამარჯობა და ბენი. ცოტა უცნაურ იმაში ვარ, ასე მგონი უნდა ვიმღერო ეხლა და არ იმღერობთ ხო, იმიტომ რომ ჯერ არ გვაქვს სიმღერის ნაწილი, მაგრამ დავამატებთ აუცილებლად თუ იქნება მოთხოვნა. მივესალმებით თქვენ მაყურებელს. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, შეგახსენებთ, რომ ყოველ ვიდეოში ვსვავთ კითხვას, რომლის შედეგადაც შეგიძლიათ მიიღოთ 10 USDT საჩუქრად. წინა ვიდეოს კითხვა იყო, სულ რამდენი ვერსია არსებობს ChatGPT-ის და DeepSeek-ის? ახლა რომელი ვერსიებია? ამ კომენტარის ავტორმა კი გასცა პირველმა სწორი პასუხი. ამიტომ მოგწერე ტრეიდერების ჰაბის სოციალურ ქსელზე, მიიღე შენი 10 USDT. ვესტები დღეს თავი გავართვა ამ ცოტა ჩემთვის არაბუნებრივ მდგომარეობაში ყოფნას. უკვე ოთოსთვის ბუნებრივი გახდა, მაგრამ ოთოსთვის ხო ვიცი, მე გავიგერო ძალიან დიდ თანხები იშოვა უკვე. წინა გადაცემა მოყოლებული ახალი ტერმინი დავამოყენე, ინვესტორია. ინვესტორია უბრალოდ? მაშინ შენ თუს ასხავ. ინვესტორია. ხავს ხვეებს. ხო რა, მაგი ვთქვი. ექში მადლობა მინდა გადავხადო დავიდოვის Cigar Lounge-ს ამ არაჩვეულებრივი სივრცის დათმობისთვის, მეგობრობის და პარტნიორობისთვის და თუ თქვენ გსურთ რომ აი ასე მოეწყოთ კომფორტულად, შეიძლება მობრძანდეთ, შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი სიგარა და არ ვიცი ბევრი რაღაც აქვთ მათ შორის და უბრალოდ გაერთოთ მეგობრებთან. სიგარა მასწიოთ. კი, ვისკიც აქვთ, ტელევიზორს შახუროთ. ხო, რავი, ფეხბურთს უყუროთ, ყვარას უყუროთ, არაჩვეულებრივ გოლს და შემდგომ. მადლობა დავიდოვის Cigar Lounge კიდევ ერთხელ ამ ლოკაციისთვის. ხო, რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი თემა, ეხება ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობ ორ ადამიანს, ტრამპს და მელანიას, რომლებიც მოგეთ ეგეთი რაღაცა იყო, რომ როცა არჩევნები ტარდებოდა, პირიქით არჩევნების შემდგომ, როცა უკვე ინაუგურაცია ტარდებოდა, იდეაში კრიპტო რო დააჰაიპა? ხო, აი ეგეთი თემა იყო. ოღონდ რატომღაც მე მახსოვდა, თუმცა ეხა ხვდები, რომ რაღაცეები შევა მეც არასდროს მახსოვდა, მაგრამ იდეაში ტრამპმა თავის მონეტა შემოაქვთ რამდენიმე დღით ადრე. თუ არ ვწდები იმას იძახდა, რომ ისაო რა ქვია, საკომისიო არ ექნებაო, მე მგონი მაღაზიაზე მიდიოდა საუბარი? კი, აი, ეგ კიდევ სხვა იყო, მაგრამ ეგ საკომისიოების დაწევა უნდა საერთოდ ქვეყანაში რა, საგადასტრო სისტემა უნდა შეუცვალოთ და ეხლა საერთოდ გუშინ იყო ძალიან მაგარი ნიუსი, რომ დოლარი უნდათ რომ გაამყარონ ბიტკოინით. ანუ ეს არის იმაშავს რომ რეზერვებში ამერიკა იწყებს რომ ხო რა დოლარი ეხა ამ მომენტში ხო არაფერზე არ ყარდება ხო ეს ჰაერშია დოლართან ყარდება ყველაფერი ხო ჰაერში არ არის მთლად მაგრამ ხო რა ოქროსთან უეჭველ არა აქვთ ერთია მაგრამ მე როგორც ვიცი დოლარი არაფერთან არ ყარდება თავისთვის საკე ტიპი არის ხო რომელსაც პირიქით ყველაფერი იმაშება რა ყარდება ეხა უნდათ რომ ეგეთი გუში ეს რაღაც რამდენიმე შეება გუშინდელი ინფო არის თუ გუშინდელი რომ კრიპტოს დათრევა უნდათ რომ კრიპტოთი გაამყვა როგორც იქნა ამ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ჯერომი პოველი როგორც იქნა დაითანხმეს როგორც აღმოჩნდა იმიტომ რომ ეგ ძალიან კრიტიკოსი არის ანუ არ აინტერესებს კრიპტო რა თქმა უნდა მაგისი ტერი თემა არის რო რამე ხო ბანკის ის არის რა რომ ან ტრანზაქციებს ვერ აკონტროლებ უბრალოდ და რო რამე ძალიან ანონიმუს ტიპი შეგიძლია გაიჩნდო ხო და ამ ტრამპა და მელანიამ ერთდროულად გაუჩაიჩა საზოგადოებას თან მე ჩვენ ჩავწერეთ TikTok-ი ზოგმა გადაგვია რა ზოგმა მადლობა სად იყავით აქამდეო და ბოლოს ხო გახსოვს ჩვენ რო ჩავწერეთ რეალურად როგორი თემა იცი ხო იცი კრიპტოს თუ არ აქვს არანაირი დანიშნულება არის მიმიქოინია რა ეგეც წოდება რა ეგ პირველად გავიგე სხვა შორის მე მიმქოინი ზოგადად ანუ სახელი მეგონა რომ ერთ-ერთ კოინს ქვია მიმქოინი არის კატეგორია ჩათვალე მიმქოინი ხო არის მიმქოინი ხო კატეგორია რა ასე ოკეი და ანუ ამასაც ხო არა აქვს რეალური არაფერი არ უთქვამს რომ ამ კოინით შენ გაკეთებ ამას რა რაღაცა დანიშნულება აქვს ყველამ ხო იყიდა ეგრევე და მასში ჩავწერეთ ვიდეო დავარდნილი იყო $75-დან დავარდა 35-ზე და ეგ ვიდეო ჩავწერეთ და ახლა უკვე არის რამდენზე $15-16-ზე ჩამოსული რა ვაფშე მაგრა დავარდა და მან წერდა ხალხი რომ აიცაო შენო ძმა ეს არის აყოლდებაო ხო ახლა ნახე ამ დღეებში ნახე მე რა მგონია იცი ვინც ეგ დაგიწერათ მაგათ მე იყიდეს ეგ კი იყიდეს ანუ მაგათ ნაყიდი ქონდათ ეგ და წუხდა ანუ შენ რო ეუნები რო იცი რა ეს რაღაცა უკან წავა ეხა რა თქმა უნდა დაგიწერს იმას რომ რას ბოდიალობთ ბიჭო ხო იმიტომ რომ თავისი მონეტა და უბრალოდ რა მანიფესტაციას მიტარებ ბიჭო ზუსტად ჩვენი ფუნქცია ეს არის რომ ხალხი როცა ესეთ მაღალ რისკიან და პროვოკაციულ მოქმედებაში გაეხვევა
მანამდე მაინც დავიცვათ რომ აი ხალხო არ იყიდოთ იმიტომ რომ ეხლა რო ეთქვა ტრამპს რომ მაგხა მე ჩემ ტრამპ მონეტას გამოვუშვებ და შეგიძლიათ რომ ტრამპ თაუერში სასწრაფოების ქსელი ხო აქვს რომ აი მიხვალ და ჩემი მონეტით გადაიხდით ეს უკვე ნიშნავს რომ რაღაც ეკონომიკას ქმნის ადამიანი ხო ესია მაგრამ როცა უბრალოდ ხარ პრეზიდენტი და შემოაგდებ მონეტას და ეუბნები ხალხს რომ აი მიდით იყიდეთ იმიტომ რომ პრეზიდენტი ვარ ეს კი არის რეალურად სპეკულაცია რა აი მანდ ვეხვეწეთ რეალურად ხალხს რომ აი ხალხო სწორად გაიგეთ ნუ ჩვენ ცოტა ისეთი გასართობ კონტექსტში გადავხდით მაგრამ სრული სერიოზულად ახსენეთ რომ რატომ არის ეს პროექტი არასანდო იმიტომ რომ ჯერჯერობით ჰაერშია ბიჭო ხომ არა ნახე მაინც რა ხო არა დამზღვევი ფაქტორები რა სხვა კოინებს აი მაგალითად კაი ბიტკოინი ახლა გავხდარია აი გავიგე აი რაღაცა აი ნახე შემოდის რაღაცა ის არა ქვია როგორ გითხრა რა ეთერ რაღაც პროექტი ლუმი მაგალითად ეთერ ლუმი და რითი განაპირობებს მისი სიმტკიცე რომ რაღაცასთან უნდა იყოს მიმული აუცილებლად რომ აი შენ თუ ეთერ ლუმი იყიდე მაგალითად შენ მაგალითად მიდიხარ აი ამ სავაჭრო ცენტრში გაკ ესა და ეს ისა და ანუ ეს უკვე გამყარების ერთ-ერთი წინაპირობა ხო ანუ ასე არის ყველა კოინი რომელიც მაღალ საფეხურზეა ყველას ესეთი უკანაპირობა აქვს რომ შენ ამა და ამას თუ იზავ ის გექნება აი ხა თუნდაც ეხლა მაგიტომაც აი ხა დოჯკოინი რატომ გავარდა და რატომ მოხდა რომ 5.0-დან 0.3-ზე ავიდა 0.7-ზე ავიდა ერთ პერიოდი ხო იმიტომ რომ ილონ მასკმა ჩაამატა რომ შეგიძლია დოჯკოინით იყიდო რა ვიცი ტესლასგან ერთად ტესლას სხვა პროდუქტებიც ანუ ესე იგი ეკონომიკას ქმნი ხო ესია ხო არა თუ მიაბი ხო ხო აი ეგა ეხლა მათჩო ეხლა პეპეკოინ და ეს პეპეკოინს რაღაცა თავიანთ მეტა რაღაც საკეთებენ პროექტს საკეთებენ რომ უფრო მალე დაიწვას ჩვენი მე მაინტერესებს ანუ გამოცდილებაში თუ არის ეგეთი რაღაცა რომ ისეთი კოინები რომელსაც ეგეთი უკანა პირობა არ აქვს რომელიც არა რაღაცასთან მიმული თუ არის იმაში რომ ანუ წარმატებული ეგეთი რომელიმე რომელსაც აი ესეთი არანაირი ის არ აქვს შეღავათი არსად არავისთან უბრალოდ არსებობს და აქვს მაღალი ფასი რაღაც დროს როგორ იცი პირველი შეიძლება რაღაც პერიოდი კონდეს ჰაიპი ხო და მე ისე ვარდება როგორც ხა ტრამპი კოინი მიხრებს ესე იგი მაგ ამბავს ყველა ვარიანტში ის პირობა ჭირდება რომ რაღაცა დროის მერე რაღაცას მიებას თორე აუცილებლად განწირულია კი ბატონო არაფერ შეგიდოს ფული რა იმიტომ რომ აი ხა ნახე არის ეხა მაგალითად აი მაგარი info მივიღე არ ვიცი აი როგორ თემა იცი რატიში ჩადე ფული და რატის ძინავს თელი დღე ხო რა რატი თუ არ გამიკეთა რო რამე ხო თუ მე თუ არ გითხარი იცი რა რაღაცას ვიზავ ესე გამომდის რომ ანუ უბრალოდ გაგექცევა ინვესტორი რა ანუ თელი მუღამი არის რომ მონეტა ისდება მაშინ როცა შენ ბევრ ინდივიდს აინტერესებ ხო მაგრამ ბიჭო აი რას ვფიქრობ იცი აი ტრამპზე რა კაკრას აი ვერ ხვდები ანუ ტიპი ახლა ესე ჭკვიანი კაცი ამხელა მრჩევლები ისინი ესენი აი თან არ მჯერა და თან მჯერა რომ აი კაცმა რა ესე არაფრის გათვლით იმას ქნა ბიჭო აუ მად როგორი თემა მგონია იცი ზოგადად ტრამპი არის აი მოდი არა ესე თქვა ბებერია რა ბებერია რორამე მაგისი მთელი გამოცდილება და მთელი მისი ასე თქვა ბიზნესის კეთება სხვა მიმართულებით იყო ეს ბიტკოინები და რაღაცები იმდენად ახალია იმდენად სპეციფიური თემა არის რომ ამ გონია რომ არ იცის ეს ანუ როგორ არ იცის გაიგე და უბრალოდ რადგან ტრამპია და წკაბ და მე ტრამპს დავარქმევ და ეს ჰოპ ანუ კი იზავს ზოგადად რა არის იცი ქარის მოტანის ქარივე წაიღებს ხო გაიგია რაღაცას რასაც აი ესეც გააკეთებს ამ ხელა იმას ყველა ვარიანტში წაიღებს მე ქვემოთ რა ყველა ვარიანტში იმიტომ რომ ჩქარა რაც მოდის ის ჩქარავები მიდის რა უკან ყველა ვარიანტში რა და თუ ჩქარა მოსულს რაღაცით დაიჭერი ხო კიდე ხაი ეხა რო გავიგე ის უკანა პირობები რაც ჭირდება მაგ შემთხვევაში კი ბატონო ეს ტრამპის კოინი გამართლებული ძალიან სწორად თქვა მაგრამ სხვა ტიპის ბიზნესმენია მგონია რომ მისი არ არის ტრადიციული ხო ხვდები რა ხო აი რო რამე აქ როგორ არის იცი რომ აი ხა ტიპი რომელიც ტიპს რომელსაც კომპანია აქვს საქართველოში და მთელი ანუ ტიპი არის მაგალითად 60 წლის და მთელი მისი ცხოვრება მაგალითად პირობითად თქვა რომ მისთვის ერთადერთი ამომავალი მზე და ნათელი წერტილი იყო ტელევიზია გარეკლამების ხო ხვდები და ანუ მაგ ტიპში ვერ გააგებინებ დღეს რომ არსებობს YouTube მაგალითად სადაც შენ შეგიძლია უფრო კაი შედეგი დადო ბევრად რაღაცა X-ით ნაკლები თანხით რა ამას ვერ გაიგებს ანუ შეუძლებელი იმიტომ რომ ადამიანი როდესაც ადრეულ ასაკშივე პროგრამირდება მოდი ასე ვთქვათ რა რომ პროგრამირდება ტიპი მე ძალიან ძნელია დიდ ასაკში ეს DNM-ი შეუცვალო
ძალიან რთული არის. ძალიან რთული არა, შეუძლებელია თითქმის რომ მე 60 წლის რო ვარ, მე ტელეფონი ისე მოიხმარო, როგორც 13 წლის ბავშვი მოიხმარს. აი, არ არსებობს უბრალოდ. ყველა ვარიანტში მაჯობებს ეს 13 წლის ბავშვი ყველა ასპექტში. და დრო ის არის რა, ანუ სხვადასხვა დრო არის და სხვადასხვა დროში მე თუ მაგალითად 80-იან წლებში მაგარი თესლი ბიზნესმენი ვიყავი, არ ნიშნავს იმას, რომ 25-იც მაგარი თესლი ბიზნესმენი ვიქნები, იმიტომ რომ მე არ ვიცი დღეს რა როგორ შეიძლება იმუშაოს რა. მაშინ ვიცოდი, მაშინ სხვა აზროვნება იყო, სხვა ცხოვრების მანერები იყო, სხვა ჩაცმულობა იყო, ყველაფერი სხვა რო იყო. მაშინ მოერგო ტიპმა, ანუ მატრიცა გაჭრა როჟამ რაღაცა იპოვა, გარღვევა, დაიჭირა თემა, წამოიღო. მაგრამ დღეს მაგის გაკეთება იგივე იმით რო რამე მგონია რომ შეუძლებელია. ანუ ეგეთი ტიპისთვის. ხო და რო რამე ეგეთი ტიპებს ყოველთვის ჭირდებათ ტიპები გარშემო, ახალგაზრდა ტიპები, რომელიც აი ამ თემებს დაუგაგებენ, რაც არის. ილონ მასკი არის ტრამპისთვის. ხო და აი მაგას ვიძახ, ხო. მაგით ლობირებს დოჯის დეპარტამენტი რო გააკეთეს რა, რომ ილონ მასკი მიხედა შენ არა და კიდევ ძალიან სწორი ლაპარაკა, მაგრამ კიდევ რო გავიხსენო წინა საპრეზიდენტო პერიოდში, როცა იყო პრეზიდენტი ტრამპი. 20-ში იყო, ხო თუ 20-ში. ეს ისგებოდა კრიპტო სკამი, რა თქმა უნდა, ლოგიკური. ახლა უკვე კრიპტოს ყველაზე მაგარი ტიპი გაიჩითა რო რამე, ხო? და даже თავისით გამოუშვა. ხო. და არ გაინტერესებს რამდენი გამოიმუშავა დაახლოებით. ძალიან სხვა შორის ანუ რო გავარდა ეგ ამბავი ძალიან აქტუალური იყო. შემხვდა, მაგრამ როგორც ასეთი მე რო ამ სფეროში ინტერესი არ მაქვს, რო რამე ანუ მარტივად ავსკროლი რა, არ დავინტერესდა და არ ჩაურმავდი მაგას. მოკეთ, ეხლა თან მაინტერესებდა Forbes-ის მონაცემებით ტრამპის დაახლოებით აქვს 6.8 მილიარდიო, როგორც წერია და სადაც დაახლოებით 7.08 მილიარდამდე ადისო. მაგრამ საინტერესო თემა არის, აი კრიპტო არის დეცენტრალიზებული ბაზარი. ამ დეცენტრალიზაცია რა იცი, რომ შენ მე რო გადმომირცხო 1 მილიონი, მე შემიძლია ისე გავაქეშო, რომ არ გადავიხადო გადასახადები. და თუ მე არ დავიძახე, რომ აი რა ბანამ ჩამირიცხა და ასე შემდგომ, ანუ შემიძლია რაღაცა $20 გამოვიტანო ყოველ დღე და პრაქტიკულად დეცენტრალიზაცია ეგ არის, რომ შენ არ ფიქსირები არსად. ხო და მე მაიცი რა მიკვირს მანდ, როგორ ანუ რო აკავშირებენ ამ ბანკის სექტორთან, რო აკეთებენ მაგას. მე ვფიქრობ ეგ თემა რა არის, იცი? ტიპებს გაეჩნდათ კონტროლერი. ხო, ანუ სფერო გაეჩნდა, რომელსაც ვერ აკონტროლებდნენ და ეხა ამით ცდილობენ გააკონტროლონ. ჩემი აზრით დიდი შეცდომა იქნება რა. იგან რო რამე კრიპტოს თემა, ჩემი აზრით, ანუ არა გამართლებული ნაბიჯი იქნება, იმიტომ რომ რო რამე ტიპი, რომელსაც უნდა ეს კრიპტო იმიტომ აქვს, რომ ეს ფული ვიღაცებს არ დაანახოს. ანუ ინტერეს დაკარგავს, იმიტომ რომ თუ ვიღაცა ბანკი აზრის ამას, რომელიც მე როგორც მაგალითად პირობითად რაღაცა ხუხუ ბანკი თუ ხედავს ამ ყველაფერს და ამანაც თუ დამინახა, რა აზრი აქვს მაშინ ამას რო აქ ვაკეთებ, ხო? ანუ მე მინდა რომ რაღაცები ანონიმურად გავაკეთო რა, რო რამე. ანონიმურად შეიძლება, მაგრამ როგორც ეხა ევროპაში და საქართველოში არის ერთი კანონი მიღებული, მაგალითად აი ხე რო არ შემეშალოს X თანხის განακτების შემთხვევაში რა თანხა უნდა გაანახტო ბოლოს მაინც გააკეშო რა. ხო, ყველა ვარიანტში. ყველა ვარიანტში ამით ინტერესდება უკვე ვიღაცა, ხო? ინტერესდება ავტომატურად ფინანსთა მოკეთ პოლიციად მაგათ დეპარტამენტი რომ წარმომიდგინე ამ ფულის წარმომავლობა და ამით არის ერთ-ერთი გზა რომ ეს რა თქმა უნდა სწორია, იმიტომ რომ მე რა ვიქებ შენ ვიღაც ტერორისტი ხარ ჩემს ქვეყანაში და გინდა ვიღაცა დააფინანსო, ხო ეს? ამიტომ ეს ბერკეტი მაინც საუბარს აქვს, მაგრამ ტრამპის თემაზე იმიტომ მინდა რომ თქვა რომ ხო რო რამე აი კრიპტოდან მე რო ავდგე და გამოვიტანო რაღაცა X თანხა. კი. მე კანონმდებლობით რამე პრობლემა მექნა და არანაირი თანხაც არ უნდა გამოვიტანო. ხო ეს კონტროლო თემაა. თავარია რომ ის ფული იყოს შენ ანუ პატიოსნად მიღებული ნაშოვნი ფული, ეგრე ვთქვა. ხო ეხა ვიღაც ვაოფეთ კი ღაზარში და ხო და ნუ მაგაზია რომ თუ ტერორისტი ვარ და მაგათად ანუ ეს დაბეგრა ეხა სახელმწიფოს მხრიდან რომ დაინახო იბეგრება მაგ შემთხვევაში ეგ მაინტერესებს. კი, თუ გაცდა თანხა, თუ არ ვწდები 10,000 თვეში თუ ერთ გამოტანაზე. აი მაგალითად იგივე არის, ხა შენ რო ამერიკაში ჩაფრდი $10,000 ქეშით, უეჭველი აეროპორტში დაგბეგრავენ. სამ ქვეყანაში ხვალ რა, ეგ წესი აქვს. ყველა ქვეყანაში ეგ და რამდენიც იბეგრები? თუ არ ვწდები სადაც 18%, ანუ 20%. ზოგად მე მგონი 22 წაა თუ არ ვწდები. გააჩინია ქვეყანას, ხო? მაგრამ ტრამპის თემა იმიტომ არის საინტერესო, რომ კაცმა ესო შემოაქვდო, გათვლა არანაირი არ ქონდა, მიმიქონია წვე ახსენით და კიდე მაგარ დაკავშირებას გეტყვი, კაპიტალიზაციას გეტყვი რამდენი ქონდა რა, მარკეტ კეპი რა იცი, რომ ანუ რა თანხა შევიდა მთლიანად 24 საათის განმავლობაში შესული იყო 55 მილიარდი დოლარი ამ ბრუნვაში და კაცმა იცის რამდენი მოიგო. რატომ? იმიტომ რომ ხო თქვი დეცენტრალიზებულია, რომ შეიძლება ის რომ აფრინდა $70 დოლარზე
წკაპდა თვითონ გაყიდა თავისი მონეტები და დაებერტყა. ანუ აი ეგ არის მთელი სპეკულაცია. აკა 50 მილიარდი ჩაიდო ჯიში რო რამე რა. არა და კაცსა 10 მილიარდამდე მთელი ცხოვრება. მაგაშო რაგ ფულინგი ქვია. ხო და ანუ მაგაშო რაგ ფული ხო იცი რაც ნიშნავს გამოცულება რა. ხო და წარმოიდგინე რომ კაცმა მთელი ცხოვრება რაი დაცი ცხოვრა და ტრამპ თავი და ბიზნესმენია რო რამე ანუ არ გამორიცხა. 10 მილიარდი აქვს ჯამში ნაშონი მთელ ცხოვრებაში რამდენი ასაკიცარიცაა და ამ დროს წკაპდა ერთ დღე-ღამეში უფრო მეტ შოულობ ვიდრე მანუ მთელი ცხოვრება იშოვდა რა. შენ ცხოვრება. ო ნავიცით რამდენი აქვს ნაშონი ეგარი თუ არ დაიძახა რომ შოვნახო ძალიან ბევრი. თუ არ დაიძახა რომ აი ხალხო მე ამდენი ვიშოვდა თქვენ გაგაბითურეთ ანუ ხო არ იტყვის ხა ამ ხელა და ხო რა პრეზიდენტი რომ მაგ ხელა რაღაცას აკეთებს. რო სკამავხავს. ანუ ხო კამადას რო სკამავ. იქ ანუ ამერიკაში როგორ გადის როგორც ანუ ლეგალურია რა ანუ როგორ იცი სიგიჟია უბრალოდ რომ რა ხა გინდა მენდე გინდა არა რა ახლა შენ ხო ყავს ბევრი გამომწერი და რავი ვახში ხო მაგრამ მე ნახე მე ხო წარმოვიდგენია რომ ნახე მე ნებისმიერ პროდუქცია რამე გასარეკლამო ხო მაგრამ რაღაცა გასარეკლამებად რომ მომდის მე რისკების დათვლას ვიწყებ ავტომატურად რომ მე რაღაცის გარეკლამება რათანხადაც არ უნდა მომივიდეს ანუ არ მიიღეს ანუ არსებობენ კომპანიები რომელსაც ანუ მორალურად ვერ გავარეკლებ მაგალითად რა შენ წოთქვის კამერულ პრემიერს ხო ძალიან მეც აი თუნდაც შეიძლება ითქვას რომ მაკედანაც მოვსვლე ანუ ეგეთ შემოთავაზება და ბოლო მომენტში გადამიფიქრებია რომ მომიძიებია ვინები არიან რა არიან და მე არ მინდა რომ თუნდაც ერთი ადამიანი შემოვიტოვო უკან რომელიც მომაძახებს რომ შენ შენს გამო თუნდაც ერთი ლარი დავკარგე ზუსტად მაგაში ვაქ აქცენტი რომ ეგ არის ანუ თქვენ თუ მაგალითად ამ მიმართულებას მიცემთ რომ ხალხის როგორ გითხრა ჯიბე როგორც ასეთი ბევრად უფრო უსაფრთხოდ იქნება ვიდრე მაგალითად რომ გადაწყვიტოს თვითონ შენ თუ მაგ ცოდნას მიცემ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია აი გეტყვი ეხა გამახსენა ოთომ აი ამ დარგში უკვე 3 წელია ვარ უისხობ საქართველოში რა და in რაოდენობის მათ შორის ინდივიდებზე ეცხარ ვარ დავასახელო ქართველებზე მაქვს საუბარი რომ აიცი რა არის რატი ქართველები არ უნდა დავსკამოთ ანუ უცხოელებზე მეთქი ანუ არა ეგეც არ არის სწორი რა მნიშვნელობა ქართველია უცხოელი თუ მეზობელია ანუ შენ ადამიანს ვონებ რომ მოდი ერთად მოვატყუოთ ხო ეგ და ძალიან ნაციონალისტი გადადის რა რომ აი შენ ხო რახან ხო ისახარ მოდი შენ და იმათ ოღონ როგორცი დედას გეფიცებიო მეთქი ხარ რა სხვა შენი ფიცი ჩემს წყარო ბოზიშვილი ვიყო ბოდიში აი რაღაც მეთქი ანუ იმიტომ დავიწყეს ყველაფერი საქართველოში რომ აი ის რაც იყო მანამდე ჩარჩენილი რომ ყოველ მეორე სადარბაზოში საბროკერო კომპანია ხსნებოდა და ყოველ მეორე სადარბაზოში შედეგობრივად ვეღდებიან რა ეგ იყო სიგიჟე რა და ესეც რაც მოხდა ტრამპზე და კი ვიღაცება იხეირეს მაგრამ იცი იხეირი ამდენი პროცენტულად ერთი იქნება ალბათ ანუ მაქსიმუმ 5% მთელი სოფლიოდან ეგ არის ჩათვალე რომ აი ოკეანეში წვეთიც რო არ გამოჩდეს რა რო რამე შედეგობრივადაც აი ხა წეღა რაც ახსენი რომ აი ჩვენ ქართველებმა ვიხეიროთ რა ხო აი ეგეთი რაღაც გამოჩდეს ეგ შედეგობრივად იმდენად ცუდი ძროები აქვს ვახ ძალიან რთული სიტუაცია ამიტომ არა არ მიკვის რატო არ რთული სიტუაცია რო რამე გასაგებია ყველაფერი კაი გასაგებია ანუ ეს ხო გაწყვეტილი გამოჩდები რა გაწყვეტილი ხო არის სფეროები სადაც ავტომატურად გაწყვეტილი უნდა ქონდეს თორე აზრი არ აქვს რა და შედეგობრივად ძალიან ცუდია და რატო არის ცუდი მინდა რომ აი ერთი აზრი გითხრათ რომ აი ხა მაგალითად მე რო ავდგები და პირობითად იტალიაში სესხს ავიღებ პირობითად ვიზახი რა და გადავაგდებ მე იტალიურ ბანკს მაგალითად და წამოვა აქ რო აქ მე სახლი ვიყიდო პირობითად ვიცახი რა მე ამით რას ვაკეთებ იცი არც ერთი იტალიური ბანკი სხვა ქართულს აღარ მიცემს სესხს და შენ წარმოიდგინე მე რო ეს მე რო ან მაგალითად მე არ მოვიდომე რომ მაგალითად X რაღაცა წლით მეტი დავჩენილიყავი და წავედი ყველაფერზე მაგრამ მე ძალიან დიდ რაოდენობა ქართულს პრობლემა შეუქმენ ის რომ ვიღაცები წელზე რო ფეხებს იდგამენ რასაც ქვია და წასულები არიან 15-20 წელი გადაკარგულებით საკუთარი ქვეყნიდან მე იმას არ ვაძლევ იმის საშუალებას რომ დაბალ პროცენტში მაგალითად აიღოს სესხი იმიტომ რომ მე მოვინდომე რომ 20,000 გადამეგდო მაგალითად და სო მორჩა დაიბლოკა არც ანუ ეგრე არის 300,000 ქართულს მე ერთმა ქართულმა ჩაუჭერი ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ის ჩაუჭერდა. ეგრე იყო მე მახსოვს. სიგიჟია მან მაგას რო ფიქრობ რამდენად სულ გაწყვეტილი უნდა იყო, რამდენად ცუდი ადამიანი უნდა იყო, რომ ასე არ ფიქრობდი, არა ეს ხო მორალს ანუ რაღაცა ადამიანი ხო მორალურად ანუ ხო იზრდები, თუ არის ან ჯერიბადები, რა მე იზრდები და რა ეს მორალი ხო გიყალიბდება, არა და იქ მორალში ანუ როგორ შეიძლება ანუ როგორ შეიძლება ეგ ჩაიბეჭდო შენს გონებაში რომ ეგ მართებულია რომ მე
ეს თემა გავაკეთო და იმაზე აღარ ვფიქრობ, იმას რა შეიძლება მოყვეს. ეგ სიგიჟეა და ეგ პოლიტიკოსი რო აკეთებს მაგას, მაგარ დღეში ყოფილი ვარ. პოლიტიკოსია ბოდაც არტის წევრი, რომელიც შეიძლება მომავალი პოლიტიკოსი გაიჩნდეს. აი თუ გაიჩნდა მე რიგითობიდან არა არ თქვა ხა სახელი გვაქვს. არა მე თუ გაიჩნდა თქო რა. არა ხო მაგრამ რამე ეგ ხო ეგ ერთისგან პერსპექტივაში ხო ის ანუ ბევრი არიან მართლა ეგ მეც ანუ ნახე YouTube-ზეც არავინ ვიყავი და ვიღაცა სახელი გავხდი რა. ანუ ეგრე არის პოლიტიკოსობაც რაღაც და რაღაცა გახდება. მე მიყვარს რაღაც ბუმი რო იყო TikTok-ზე ხდებოდა საწამლავი რაღაცა სადიეტო რაღაცა საპიარებდნენ რა. საწამლავი იყო ჩვეულებრივი ანუ დაგასუსტე და ოღონდ მე სამკურნალო ხდებოდი რა. ანუ ეგ ის არის რა ეხლა წამალიო იმიტომ არის რა რომ ჯერჯერობით შეიძლება დაგავატყო და წამალს მე თვითონვე გაძლევ. ეგრე არის ისა ხო იცი? ორმაგი მოგება ძმა ბიზნესი აქვს. რაღაცას Kylie Jenner და ისინი სვამენ. რაღაცას რო იყლებენ. და ეგ რეალურად არის დიაბეტიკების, ანუ შაქარი ვისაც აქვს, მაგათ დასარეგულირებელისა. იყლებენ ძალიან, მაგრამ გოგო იყო და რაღაცა სიმსივნე გაუჩინა რაღაცა სიუჟეტები მიუძღვნა ტელევიზიამ რომ ამასო ინფლუენსერები აკეთებენ და მე ამ ინფლუენსერს ყველა რენდომს ყველა სახელი შემზღდა სიტყვა ინფლუენსერი იცი ძალიან მიზიზღება მარტო ვინმე თუ მეტყვის რომ ინფლუენსერი ხარო აი ავტომატურად აი რაღაცა ეგეთ შეგრძნება მრჩება რა კონტენტ კრეატორი გასაგები ტერმინი აი ისეთი ხალხი იბრალებს ინფლუენსერობას ხოლმე რომ ვინ ხარ? აი გიждები ხოლმე მართლა რა აი მაინტერესებს აი თუ კი რაღაცას შენ ანუ თავაზობ რომ ანუ აი მე ჩემს გამომწერ აი ჯერ ვინ ხარ? რაღაცა ხოლმე იყო რომ შენს ვიღაცას ესაურო. ვაფშე რენდომ ტიპები აი ხო ვიცი 1000 მესიჯი შემომივიდა და ანუ კიდე რა არ უნდა იცი თქვას და მე ვიტყვი რა 5000 ფოლოვერი რო ყავს რა ადამიანს. ანუ დასაკნინებელი არ არის არ ტეხავს რა ეგ მაგრამ ინფლუენსერი არის რონალდო. ანუ მაგან რო იყიდოს რაღაც ვერ ხვდებიან ანუ ინფლუენსი არის როდესაც სხვა ადამიანზე ახდენ გავლენას რა ხო და გავლენის მოხდენა საქართველოში ძალიან ანუ მithumetes ქართულ ხალხზე ძალიან რთულია ქართულ ხალხზე და ვიღაც ინფლუენსერობას იბრალებს და ანუ რო რამე ჩემთვის რაღაცა ერორი მივარდება იმიტომ რომ ქართული ხალხი მგონია რომ ძალიან ჭკვიანები ვართ რა მართლა ძალიან ჭკვიანები ვართ უბრალოდ რო რამე ანუ არ მოგვეცა არ დროში არ არ მოგვეცა იმის საშუალება რომ ეს დაგვემტკიცები იმიტომ რომ რაღაცები ყოველთვის გარე ფაქტორები გვაქვს რაც ხელს გუშლის რა აგერ მე და შენ ამდენი გავაკეთეთ არც შენ ხარ ინფლუენსერი არც მე ვარ ახლა შენ რო წახვიდე რაღაც კომპანიაში ხო ვერ მიყვან ეგრევე მილიონ სეილს მე ვერ მივუყვან მილიონ საშუალო ეგ არასწორი არისო კონტენტ კრეატორს ევალება გაყიდვები რა სისულელე ხო ეგ სიგიჟე კონტენტ კრეატორი გაყიდვებთან არანაირი კავშირი არანაირი კავშირი არ არის არა მანდ ვსწავლობთ იცი რომ უკვირდები რამოდენიმე წლის უკან რა სიტუაცია იყო და ახლა რა სიტუაცია ბევრი ანუ ეს მოკლე დროში როგორც ვითვისებთ ჩვენ რაღაცებს ყველა აბსოლუტურად რა ანუ ძალიან მიჭირს დაჯერება რომ შეიძლება ესეთ მოკლე დროში ამ ხელა გადახტომა გავაკეთოთ რა არ ვიძახი რომ მაგარი მდგომარეობა მაგ თემაში და ძალიან კამანდა მაგრა იცის თემები მაგრამ რო რამე ძალიან მალე გავითარდნენ ხო რა მე ცოტა შიდა სამზარეულოს ვიძახი მაგრამ რო რამე ძალიან მარტივად გავითარდა ახლა მე ასაც უყურებ ახლა ძალიან ბევრი ქართველი იუთუბერი მყავს გამოწერილი თქვენი ჩათვლით და ძალიან ბევრი უცხოური იუთუბერი მაგრამ აი როგორ აიცი რომ როგორ აიცი ანუ მესმის ხო ახლა ქართულიც ყველა ენაც ასე თუ ისე ფლობ და აი ქართული განაიმტო რომ ქართულია და რაღაცა აი ქართულები ისეთ რაღაც შეიძლება რაღაც მომენტში გადაკეთებული იყოს ქართულად მაგრამ ისეთი კარგად არის მოწყობილი ეს გადაკეთებული თუნდაც ვიღაცა უცხოელის რომ ეს უფრო მისწორდება ვიდრე უცხოური ორიგინალი ჩვენ ხო ისი გვაქვს იმის შესახებ შეგვიძლია რომ ბორბალს რაღაცა ერთი დავამატოთ და სხვანაირად მაგარი ბორბალი გავხადოთ რო რამე უბრალოდ აქ რო ეგ ბორბალი მაგარი გახადო ფულიც გინდა და ფულის გარეშე ვერ გახდი მაგრამ იმ ბიუჯეტით რასაც ჩვენ ვაკეთებთ აი შენ აი გეუნები სერვისის ბიუჯეტი არა აი ბიუჯეტი რა აი ელემენტი ჯერ ხო ფული ხო წყვეტს ყველაფერს ეგრე არის მაგრამ აი გეუნები თუნდაც სუფთა იუთუბერული გადმოსახედიდან ის ბიუჯეტი რა ბიუჯეტიც მაგალითად არის სხვაგან ის ბიუჯეტი ჩვენ რომ მივიღოთ
ჩვენზე მაგარი იუთუბერები და ჩვენზე მაგარი კონტენტ კრეატორები ქართველებს რო ყავს არავინ არ იქნებოდა მართლა გეუბნები იმიტომ რომ ჩვენ ისეთი რაღაცეები და ისეთი რესურსით ისეთ მონტაჟებს დებთ ისეთ იდეებს დებთ ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ რომელიც ან ის ვერ იზავენ ფიზიკურად აი შეუძლებელია ეხა ამერიკელს მიხვიდე ამერიკელთან და უთხრა რომ ბიჭო 300 ლარი მაგ და რა გამოვა აი ვერ ანუ 100 მიზავ 300 არ დაგელაპარაკება კი არა აი თამნეზე ხო ზედმეტია ლაპარაკი რა ის იქ ნახე რაღაც ნაწილში მართალი ხარ მაგრამ თან იქ რა იცი რომ იქ ცხოვრების დონე რა თქმა უნდა ბედნიერების ინდექსის ვერ რაღაცაში $100 ტოლფასია რა ბედნიერების ინდექსზე კაი ეგ არ მჭირა ძმა ჩემი ძმაკაცი არის ფინეთიდან ნომერ პირველი ქვეყანა ბედნიერი და ყველაზე უბედური კაცი რა შეთქო რა აქცი ინვესტიციით რო ფული გააკეთა ან ტრეიდინგით 40% ხდება დაბეგრა. მეთქი ბიჭო რა მაგაზე არ ფინეთი არის ნომერ პირველი ბედნიერის ინდექსით პირველი 20% სიგიჟეა უბრალოდ. უთხარი ჩამოდი ჩემს ქვეყანაში თქო მოგცემ ჩემ ბარათს გაგატან გავხსნი ახალს და წაიღე თქო და ანუ აპირებ ჩამოს იმიტომ რომ მართლა რომ დაინახა მიხდა რომ 40% ანუ რო რამე სხვა ქვეყანაში ბედნიერების ინდექსი აზო თქვი იცი ვიდეოების გადაღებას გინდა ხალხში იქ ასწორებს იცი რატო ბედნიერების ინდექსი არის მაგარი ყველა არის რაღაც ცოტა ისე დადის რა ეს ჩვენთან ყველა ასე ვიღაცა ეგ ხო ცხოვრების ბარემ თემდა გადაუხვე აი ბარემ თემდა გადაუხვე ერთი ტიპი არის ეგ იცი ბრალია გინდა გითხრა ეგ არის ან ტელევიზიების ბრალია რომ ხალხს არ უნდა ანუ ჩემი აზრით კამერებში მოხვედრა ხო იმიტომ რომ ტელევიზიებთან რასაც ხედავდნენ მთელი მათი ცხოვრება იმდენად სულად აქვთ ჩარჩენილი ეგ რომ კამერას როგორც კი ხედავენ ავტომატურად ეგ ახსენებათ რომ მე შეიძლება გამაშარჟონ დამცინონ ცუდი კომენტარები დამიწერონ და ეგ ფსიქოლოგი ანუ თან რამე ანუ ვერ ხვდებიან რომ ეგ რამდენად დამთრგუნველია რომ ცუდ კომენტარს რო გიწერენ და მით უმეტეს რომ არაფერს შუაში ხან მაგრამ რო გიწერენ ეგ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუულია ადამიანზე და იმდენად რომ თვითონაც არ იღებენ ამაში მონაწილეობას მაგრამ რო რამე თვითონ დაგიწერს ხო და აი თუნდაც ჩვენ რო დებთ ხოლმე რაღაც ვიდეოებს თუნდაც ხა აი ავიცი TikTok-ზე დავგეთო დავდეთ ტრამპზე გაფრთხილება მეგობრული რჩევა რომ აი ხალხო ეს ისე არის და სხვა რამე შეეხე მაინც ბიჭო გადაგიარა ვიღაცა ნაწილმა რა ნაწილი რატო აი იმის ნაწილი გადაგივლი და ვისაც ან დაგეგმილი ხონა რომ იყიდა ან იყიდა უეჭერა ან ბავშვი არაფერი არის ხო რა და ტრამპიევასება მაგრამ ხო შესაძლებელია ეგეც მაგრამ ჩემი აზრით უფრო მეტად და რო რამე ის აი ნახე როგორ შეხედე იცი მაგას რო რამე სწორია ის ტიპი მართლა გეუბნები აი მართალია ისი რატო ანუ მის იდეოლოგიას ებრძვი და ის მისი გადმოსახედიდან აუცილებლად მართალი არის. თუმცა ჩვენ დავიწყეთ იმის 100%-ში და ეგ არის რომ ეგოისტურად კი მოიგო ბედნიერია, კაია, მაგრამ ის მასა რომელიც აი ხა ბერმა ისეთ ხახა მომწორო $5,000 ვიგდე ტრამპ coin და ხა რას ფიქრობო? ბიჭო თუ იყიდე მე რაღაც ვეკითხები მე რას ვფიქრობ შენ თუ უკვე პროცესში შე აი ეგ არის გამტკიცება რომ ხო სწორი გადაწყვეტილება მივიღე რომ წნარად იყოს სწორია თქო და კაი კიდევ მოიწიებდა რა უნდა მოიწიო მარტივი 2x2-ია რომ არანერი კაცმა იცია გააკეთა რომ 4 წელიწადში მე ვერ გახდება პრეზიდენტი მორჩა მაგისვადა რა 4 წლის მერე ვერ გახდება პრეზიდენტი და სანამ დრო არის წკაფ ფული ინაუგურაციაზე რა ცოლმა და თვითონ ხო უნდა გააკეთოს მელანიამაც იგივე გააკეთა რა წეგან რომ ბიზნესმენებზე თქვი სხვა დროის ბიზნესმენები და დღევანდელი დროის ბიზნესმენები მეთქი ეგ კიდე ნათელი რაღაც სად გამოჩნდა ისი TikTok-ის რო ბანავდნენ და რო არ დაბანა ხო იცი რატო არ დაბანა რეალურად მაგან ანუ TikTok-ით მაგან იმდენი ხმა აიღო ანუ ეგ მაგი მივიდ ბევრი YouTube-ს იმაში იყო გადაცემაში ა딘 როსთან არ იყო ბიჭო ანუ ე딘 როსთან იყო ტიპი ანუ რა დონეზე არიან რომ სტრიმერებთან დადიან მომავალი პრეზიდენტები წარმოიდგინე რა რომ ხო და ეგ ფენა რო ჭირდებოდა ეგ ფენა არის რომელიც TikTok-ს მოიხმარს გაიგე და მე გაანალიზა რომ ეხა მოიცა ეწა მე ამით გავიმარჯვე ეს რომ მე დავბლოკო კაროჩე ძალიან დამერხევა რა და მაგას რო რამე ჩემი აზრით გარშემო ხალხმა ძალიან ანუ დაეხმარა რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ რომ ხო რა ანუ TikTok-ის დაბლოკვა ანუ ცოტა სიგიჟე არის რა და მაგას თუ დაბლოკაო იცოდეო რომ მაგამ გაგამარჯვებინაო და ამან მოი სტატისტიკა ნახა ამა მაგათ ხო სტატისტიკა ესმით რო რამე ანუ რაიც ხა TikTok-ზე მაგისი 2 მილიონზე თუ 3 მილიონზე ნახოს უფეხებზე კიდია მაგის როცა რა დარწმუნებულა სტატისტიკა შეხედა TikTok-ის საერთოდ ჯამური ნახვები მილიარდი ვა მაგან თქვა რატო უნდა დაბლოკო კაი ინფლუენსერი დაბლოკოთ ეხა ისეთი უსაფრთხოება აქ ამერიკასო დარწმუნებული ხა ჩინეთი TikTok-ი თუ ბაინზა შევარა ანუ რო რამე თუ მაგაზე არის რა მაგის გამოიყო მთელი ამბავი რომ TikTok-ი იპარავს დატას მოსახლეობას ეგეთი არ იპარავე დატას რა საინტერესოა Google არ იპარავს დატას მაგრამ მაგიხსენ
აი მაგალითად შენ რო ბანკში მიხვიდე საქართველოს ნებისმიერ ბანკში სესს ვერ მოგცემენ 8%-ზე დაბლა. იმიტომ რომ 8%-ში თვითონ ეგ ამბავი ეხა გავიგე ეგ ამბავი ახალი ინფოა და შოკი მქონდა მართლა გეუბნები. ხო არა ვერ მოგცემენ, იმიტომ რომ თვითონ ეროვნული ბანკის რო რამე ბანკები შებეცოდა. ხო ანუ ბანკს იცი რატო? ანუ ამაზე გადადის ყველანაირი წნეხი რა. ანუ ეროვნულზე კი არ გადადის რო რამე. ანუ თუ გასცენება აი ეროვნულს კიდევ სხვაგან გადადის საუბარი. ხო მაგრამ რო რამე ეროვნულს ანუ რო რამე ყველაზე სულთად ეროვნულია გამომძვრალი მაკეთა რა. ხო და ინფო არის ცნობილი რომ 14%-ში თუ ვიღაცა მაძლევს 8% მიაქ ამას თურმე და ესენი თურმე გადარჩენაზე არ არის. ეცოდების არ არის, როგორ იცი? კომერციული ბანკი 8%-ში იღებს სესხს თვითონ ეროვნული ბანკისგან. მაგას ნიშნავს რა. შეიძლება არ ქონდეს აღებული სესხი, მაგრამ 8-ზე დაბლა ვერ გასცემს. ან უნდა სერიოზული იპოთეკა გაგაკეთებინოს, ჩაგადებინოს თელი სახლები და რა ვილები და რაღაცა, რომ მოგცენ კარგ პროცენტში სესხი. ეს არის საქართველოს შემთხვევაში, იმიტომ რომ ახლა საქართველოს შემთხვევა რა არის, რომ ეს ინფორმაცია უბრალოდ აი ინფორმაცია ვერ ვიყენებ საინვესტიციოდ, სავაჭროდ, იმიტომ რომ არ გვაქვს ფინანსური ბაზარი. მაგრამ ამერიკაში რა ხდება? ამერიკაში ეგეთი ამბავია, რომ ეხლა არის რეფინანსირების განაკვეთი ქვია, მაგას არის 4.5-ვარი. აი ეროვნული, როგორც შეფანა ეროვნული, იმათი თავიანთი ფედერალური რეზერვები ქვია იმათ რა, იგივე ეროვნული ბანკია. მაგრამ კოვიდამდე როცა აი ამერიკა რო აქებდნენ რომ ამერიკაში რაც იაფი ფულიაო, იმიტომ იყო რომ კოვიდამდე ეს რეფინანსირების განაკვეთი იყო 0.25. ასიძა. მაგიტომ იყო 2%-ში სესხი, 2.5%-ში სესხი ამერიკაში, რომ აი კაპიკებში შეგეძლო 0.25 იყო ეროვნული ბანკის სესხი. ეს ხო წარმოუდგენელი ის არის. შოკია რა. შოკია ხო. ხო და მერე ნუ რადგან ეს კოვიდი დაიწყო რაღაცა მოუწიათ გაბერეს და აიუვიდნენ 5.5-ზე. მერე ხა ჩამოვიდნენ 4.5-ზე. მაგრამ ეხლა ნახე რაღაც არის. რა key point-ი არის ამაში, რატომ გააკეთეს ეს? ინფლაციის აკონტროლებლად, რომ ინფლაცია იცი რომ როცა ქვეყანაში არის ეროვნული ვალუტა მასიურად ბრუნვაში. ანუ რა გამოვიდა რომ როცა ბაიდენმა ბევრი დაბეჭდა ცალკე იმან ყველამ რომ დაბეჭდა უკრაინას ცალკე ფული, ევროპას ცალკე ფული, იტალიას ცალკე ფული, ინდოეთს ცალკე ფული, იმიტომ რომ უკეთ გაწყდა ეს ქვეყნები ხო და თუ კონტინენტები ხო? აქედან გამომდინარე ბევრი ფული დაგროვდა მთელ სოფლიოში. და დაიწყეს რომ ამერიკაში მათ შორის ინფლაცია გავარდა 9.4-მდე ავიდა და როგორღაც არის თუ ინფლაცია მაღალია ესე იგი შეუნა გაზარდო რეფინანსირების განაკვეთი რომ სესხზე მოთხოვნა შემცირდეს. აი ეგეთი კორელაცია რა თუ გაუზდი რეფინანსირებას შენ ახლა 0.25-ში გესიაუნება სესხი თუ ეგრევე დავარტყავდი სესხს აი არ ჭირდება უბრალოდ გამოსილებით რომ დავარ მაიტავდი დედასვალტები და მე გადავიხდიდი არ ჭირდება ამ ფულს უკან წავიღებ და ამერ მოვიტანეს ადრინდელი გადავხდელი ვარ პრობლემა როგორ გიცი რომ ამერიკაში რა პრობლემა გაიჩნდა რომ 4.5-ზე კი აი ჩამოიქციეს ახლა მაგრამ იმის გამო რომ ინფლაცია ჩამოეწიათ ახლა ისევ ინფლაცია გაიქცათ 3% გახდა. ანუ გეგმა იყო რომ 2% უნდა ყოფილიყო ინფლაცია და რავი 2 წელზე მეტია რომ კი 2 კი არა 3 გახდა რა. ანუ ეხლა რაც მაქვს საუბარი რომ გაიზარდა ინფლაციის დონის ხო ინფლაცია იზრდება და ამ დროს რა ხდება იცი ეკონომიკა ბუმშია ყველაფერი ძალიან მაგად იყიდება იმიტომ არის დოლარზე ამხელა მოთხოვნა მაგრამ ეს ყველაზე მეტად არ მოსწონს საბანკო სფეროს იმიტომ რომ ისე 4.5-ში ხო ვერ გასცემს უნდა დაამატოს თავისი მოგება უნდა გასცეს 6%, 7%, ხო? და ეხლა ამერიკელი რომელიც 2019 წლამდე იღებდა 2%-ში, ახლა 8%-ში ხო არ აიღებს ეს ხს, იმიტომ რომ ხვდება რომ რაღაცა ალოგიკურია, რა, აი, ძვირია რა. ანუ მარტივ ლოგიკას თავრო, ანუ არ მიიღებს ამდენი გადავიხადო. ამ ხელა თანხაში და ამით ხდება. ხო და აი მაგაზე მაქვს საუბარი, რაც გუშინ წინ ნახე, ეგ ინფორმაცია თუ გუშინ იყო, აღარ მახსოვს რომ ამერიკამ დოლარის გამყარება უნდა დაიწყოს კრიპტოვალუტებით, იმას ნიშნავს რომ სავარაუდოდ ის დასაწყისი ეტაპია ის არის რომ შესაძლოა ძალიან მალე ეს ციფრული დოლარი უფრო მეტად გაიყოს პოპულარული ვიდრე ეს ქაღალდის ფული. ეს ქაღალდი როგორ არის? ეგ შეუქცევადი მგონია ჩემი აზრით. ხო, აუცილებლად, იმიტომ რა არის? ანუ რო რამე, აი რო გავიხედო 50-100 წლის მერე, მგონია რომ ეგ აი ძალიან შორს ხედები. კიდე ქვემოთ ჩაწყდა. უფრო ადრე, რა სიძახი? კიდე უფრო ადრე, კიდე. მე მგონია რომ ხო, აი სადაც 2040 წლისთვის, სადაც აი ასე უხეშად უკვე სულად თუ არა ნახევარზე მეტი უკვე მგონია რომ ჩანაცვლებული იქნება და ეს
ქაღალდის ფული აღარ იარსებებს, იმიტომ რომ რა იცი, კიდე რა პრობლემა იცი, რომ ეს ქაღალდის ფული ბარაზე ფული წარმოედგინა. იგივე თემა იყო, ბარაზე ხო, რამე მე ფულს არ ვატარებ ქეში. მაგას უბრალოდ ყველაზე ცუდი ტიპი რომ იჩება დააყაჩო. არაფერი მაქვს, მართლა. მანქანაში მიყრია ხურდები ისიც. მანქანაში ზივარ და გაჭირებული ლუმოა. ცხენია ხო, ვერ ვეხმა. არ მაქვს, მაგით უყრითქო რა. ახლა ლარიანი. ერთხელ ვიღაცამ გადმომირიცხეო კაცო, რა პრობლემაა? მეთქი ანგარიში გაგწვა. რა ბათუმში ჩეკი დავიძრო, აი რომ ჩამერიცხეთ. ბათუმში ხო, აპარატი თომადგა. პოლონეთში გახსოვს უკრაინელები, ხო? ხო, პოლონეთში ვიყავით და უკრაინელი მოვიდა და იმე დაპარატები დადიოდნენ. Money for food რაღაცები და რაღაცეებს ბიჭო ფულებს ვიჭრებათ. არა გვაქვს კეში და ბიჭო არა გვაქვს ბოდიშიო და აი რომ უნდა და wait აპარატი გაჩი და how much 0% bro 0% no commission აი რაღაცა აბსოლუტური სიგიჟე გახდა. მაგრამ რა ძალიან საინტერესო ამბავი არის ეგეც და ხო ანუ ეგ არის რომ ამერიკაში რამე შორს არა ვართ მაგრამ აქაც არა კი ხო იმის თქვა მინდოდა რომ აქ ზოგი ეხა შეიძლება ცუდად გამოვიდეს მაგრამ არ კადრულობენ ზოგს რომ მისცემ მაგათად 20 წელს რაღაცას ეს რა არისო ხო აი ხო შეიძლება კი არა ეცოტავებათ რა ამ თამასა იწევა ყველაფერში თამასა იწევა ინფლაციაა ძმა იმ 20 აფასი აღარ აქვს და შენ 20 მაძლევ აღარ აქვს ეგ ფასი რა უნდა მოწე 50 თეთრი ლარი ღირ და რა ვიცი ნაყინი რა გურჯაანის ნაყინი ძალიან მიყვარს აღარ არის მეგორი თუ არ თუ როგორ არ გამოდის ჩემი საყვარელი გემოა რა სიძახი ჭირები თუ ქიშმიშ რაღაცები რო ქვა ჩალაგებული ეგეთი ნაყინი გამოდიოდა და მე შემხვდა მაგამ ბოლოს რაღაცა ვეღარ ნახე რა და ხო ანუ ღირდა რაღაცა ძალიან კაპიკები და ახლა უკვე ხო და ინფლაცია რა ხო და რო რამე მე ვფიქრობ რომ ეგ არის ვერ ანუ არასდროს გაჩერდება ინფლაცია ეგრე მგონია იცი არის ინფლაცია რო რამე აი ხა ერთი ნივთი დამისახელი მოსახლეობა იზრდება ხო და ერთი ნივთი თუ გახსენდება რომელსაც 10 წლის წინ ფარაფასის ქონდა ეხაც იგივე ფასი აქვს ყველაფერი იზრდება ანუ მეც ერთი ნივთი ანუ რასაც ვამბობდით რომ აი როგორ შეიძლება ეს ძვირი ღირდეს ეს უკვე შეიძლება რომ ხო და მაგას როგორ გვაპარებენ თუ დამუღამებული გაქვს ანუ 5-5 თეთრობით 5-5 თეთრობით და რომ ვერ გაიგო ეგ ოხერია მაინც გაიხსენა ჭართელობა შენ გენას რა ფასიც ქონა ის ფასი აქვს და ყოველთვის ეგ ფასი ექნება კომენტარებში დაუწერე არ მაგდები არა ძალიან კაი ვიდეო არ დაარეპორტა თქო მაგრამ კარგი იყო ვიდეო არ დაარეპორტა გამბურცკა ტეტრისი როდის დაბრუნდება ტეტრის ქონდა ესე ტეტრისი მე არ დაბრუნდება აი რა შვე აუ გამიტყლა ძალიან მე ის მართლა ძალიან მოწონს ეს კონტენტი კი უთხარიოთ რომ ზოგადად ფეხბურთი და სპორტი მიყვარს და აი ისაც გაქვს ჩელენჯები ძალიან სახალისო არის რა საყურებლად გასაგებია მე და რამარა ტეტრის მერე ვიდეოში ერთად არსად არ ყოფილვარ პირველად ვარ და ის ინასურ პოდკასტში ვარ ცოტა სიგიჟია მაგრამ რამდენი წლის მერე პირველად ვარ კაროჩე არსეთ YouTube იმაზე არ ვარ გადაკვეთილები გადაცემა ხო ხარ უხსე ბარ მყავს ნახი არ ყავს მოწოლი ფეხბურთზე სადაც არა ამას არ უნდა ფეხბურთზე აფილიაც არა მე მაქსიმუმ ვიყო თვითონ ნახე ეს რომ მოიყო ანუ დისკომფორტში ჩააგდებ და დისკომფორტი რატომ შეუქმნა? ბურთს მაინც მოიტანს. ხო და მომტანად შეიძლება. ბურთის მომტანად იყო და ეხლა ხო უნდა განვითარდეს კაცი და ისევ მაგაზე ვერ დავასაკრებ. ხო ინვესტორია კაცი. აგი რა ინვესტორია. ბურთის მომტანიდან ინვესტორია. წიგნი დაწერე ბიჭო. პოდკასტებშია ძმა, რა სიძახი? რა განვითარება მოყვა ამის ჩერექტე. დეითებზე ვიყავით და ახლა უკვე ინვესტორი ვარ, ნუ რაღაცა სწორად გამიკეთებ. კაი, მოდი ბოლო ნაწილისკენ გადავიდეთ. ხო ეს არ მიხსენები, ეს არის ჩვენი პირველი ასევე წიგნი, ვა, კარგია, ბიბლიოში ვიყიდი, ვა. ფინანსური ჟურნალია, შეგვიძლია ამთვის არის ყველა შორის. აი ხა ამის დატვირთვა რა იცი, რომ ესეც არანაირი მოგებაზე გათვლა არის ჩვენ მხრიდან რა. პირველი ფინანსურ ანალიტიკური ჟურნალია საქართველოს ერთ რეგიონში. ანუ ეს არის ჩვენი რეალურად კრიპტო პროექტი, რომელიც 2028 წელს ჩაეშვება და იქნება დატვირთვა რა იქნება, აი ეკონომიკაზე რო საუბრობ. ანუ ამას ეკონომიკა იქნება თავისი რა. ეს რეალური ნახატებია. ეს დათვიდა ხარ ნიშნავს ოთო ამის სპეციალი რომ აგიხსნას ეს ყველაფერი ამიტომ მე გავჩუნდები და დავიჩაგრავ თავს ძალიან სპეცია ძალიან სპეცია რა ამის და კრიპტოში არის ორი ტერმინი რა კრიპტო არა ზოგადად ფინანსებში ხო bear და bull რატო იცი ანუ რას ნიშნავს bear არის რომ დათვი რომ გიტევს ზევიდან გიტყავს თაც ასე
და ქვევით ვარდება მაგ დროს. ფასის ვარდაზე გაიგებული მისი იმისი თათის ჩარტმა ხო? და ბულ ხო რქებით ზემოდან გაიგებულია ფასების დასთან. ხო, რა ძირწევისა და დაკავშირებული ტიპი ყველას ეზიზღება რა. ეს ორი ტიპი ეს რეალური კარიკატურები არის და ეხა ძალიან მაგარი გამოდის სხვა შორის ახალი გამოცემის პირველი ყდა იქნება მელანიას ტრამპის ჩახუტება და ეს ხაიდა და თვი გაუგებრობაში რო არიან. ანუ რა არის მთელი მუღამი რა რომ რეალურად ფინანსურ განათლებას ვეხმარებით რომ შეგიძლია წაიგდო ყოველთვიურად ჩვენი ანალიტიკოსები წერენ მაგათით რომელ აქციებს უნდა დააკვირდე, რა კრიპტოვალუტებს უნდა დააკვირდე, მაკროეკონომიკური ანალიზი და ჟურნალების წერა დაგიწიათ მალად. კი ბატონო და ბოლოში შეგიძლია რომ პატარა ისა multiple choice კითხვარივით არის, რომელიც ხელოვნური ინტელექტი ქმნის ამ ყველაფერს და შეგიძლია რომ გატესტო შენი ცნობიერების დონე, რამდენად იცი, არ იცი ფინანსები და დაგეხმარო თუ რამე არის. ანუ ეს არის გათვლა მთლიანად რომ კიდევ უფრო მეტად წავწიოთ ეს დარგი საქართველოს შეყოთ სწორად და არა ისე რომ რაღაცად აი ეს რაც ვისაუბრეთ სკამინგის თემა რაც ხდება საქართველოში და ხდებოდა უფრო ადრე აი უფრო დაალაგებულად უთხრათ ხალხს რატომ ეს არა ეს აი მთელი ჟურნალის ამბავი რომელიც ყოველთვიურად გამოდის და გვაქვს სამი პატარა ეგრეთ წოდებული კონვერტი რომელსაც ვერ ხედავ ეს არის გრუნის კონვერტები სადაც ერთში არის stock market-ის კითხვები, ანუ აქციებზე, ერთში არის forex-ი, ანუ სავალუტო წყვილების და მესამე არის კრიპტო. აქ გვევალება ახლა მეც და შენც, უფრო შენ, მე ვარ უბრალოდ მარჯვენა მხარზე ეშმაკი, რომ უბრალოდ გავტესტოთ ხუთი კითხვა არის სულ რა, YouTube-ებს შორის ყველა გამოიცნო. მართლა? ვინ ჩავარდა? ლოგიკურად. ვახო ჩავარდა. ცოტა ვახო. ალბათ მეც ჩავარდა. ვახო მოიკოჭლა, ქორომაც დაჟე არ მოიკოჭლა, ქორო ბოლობდე გავიდა პრობლემოთ. ქორომ თელი ისა იუმორინას ხუმრობებს გვეუბნებოდა პოდკასტ და ბოლოს რაღაცა აი ესე მოატრიალა და შეგვისრულა. დააკამბეკა? ხო, ანუ წარმოგიდგენთ. გაგვაწნა პირდაპირ გაიგე. ხო, არა, კაი ისინი იყო. რომას აირჩევს? სხვა შორის სულ რაღაც ანუ ეხთან ეს ყველა კითხვარი არის ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი. არა ჩემი, უბრალოდ გუშინ ყველა დავაპდეითე. დაიპრინტა. და მოხდა ჩვენს ეს უცნაურ, რა ვიცი, რა ქვია მაგას. მოგეთ რაც ქვია კონვერტებში. და რომელი იქნება სფერებიდან გამომდინარე? გვაქვს წითელი, მწვანე და კაკოსფერი. ნიკა კაკოიშვილის ლოგო. ოკეი, კაი. მე მინდა ხასხასა მწვანე ფერი მინდა, ჩემ მანქანას რო გქონდეს საომაროთ ალფა რომეოს რა და ალბათ მწვანეს ავიღებდი. უიდე და რა თემა გვაქვს? მწვანე, არ ვიცი, ამოვიღოთ და იმედია ფერი გაამართლებს და გავცემ პასუხს. სულ 5 კითხვა უნდა იყოს. რომელსაც დაიბადა? დაგვეხმარება ოთო არის თანაშემწე. შეგიძლია კითხვები. ქულების მხედრით წაიკითხო, იმიტომ რომ 50 ქულა ყოველს პატარა მარტივი კითხვები არის და 200 ყველაზე. ანუ რამეთეს ეს რა, ანუ ეს კითხვა რაც არის, ესენი უნდა ცოდნო და რა. არა. ანუ ეგ დატვირთვა? შელობითაც შეგიძლია, რომ ბასტომ არაფერი არ იცოდა, რა ესე ვიტყვი რა. გამოიგო. ყველაფერი შელობით იმას კი რა. ანუ ჰაერში მთელი ლიტერატურა წაიკითხა და გამოიგონო. forex ვაჭრობა რა, forex ვალუტებით ვაჭრობა. ოკეი. შენ რო დოლარს იყიდი და მე რო ლარს იყიდი. როგორ მუშაობს forex ვაჭრობა? მხოლოდ დოლარის შეძენა, B აქციების ყიდვა და გაყიდვა, C ერთი ვალუტის გაყიდვა და მეორის ყიდვა ერთდროულად, D ვალუტის ფიქსირებული გაცვლა ბანკში. იდეაში წერან რაღაც ვარიანტში პასუხი გავეცით რა. მე რო დოლარს იყიდი და შენ რო ლარს იყიდი რა. C არის ალბათ ერთი ვალუტის გაყიდვა მეორის ყიდვა ერთდროულად. როგორ აიცი ბაემო გითხრა, როცა შენ ერთ ყიდულობ, ხო ეს ლარი მიიტანე, დოლარი წამოიღე, ხო ეს? ანუ ეგ არის ალბათ ხო ეგ არის, ხო ვაჭრობა. ოკეი, კაი, სხვა შემთხვევაში ვაჭრობა ვერ ერქმეოდა. კი ბატონო, მაგას ახკენ გადმოვაბდებ. საფრთხე ვაჭრობა დაარითრება. არა, უფრო არა, ხო არაფერი რეალურად მაშინ უნდა იყიდო რაღაცა აქციები. რა არის forex-ის თავარი მიზანი? ვალუტის ყიდვა და გაყიდვა მოგების მიღების მიზნით. ხოლო კრიპტოვალუტით ვაჭრობა, ინვესტირება აქციებში, საერთაშორისო ფულადი გზავნილების განხორციელება. რაიცა? თავარი მიზანი. ოთო შენ იცი ისე გიყურებ. ალბათ. ნამდვილად 2-დან 2, 100 ფულა გვაქვს რა ბან. ვაგრძელებთ თან. მე შენ რო ამყავდე ალბათ ვერ ვიზავდე. არა და აურა გეხმარება, ხო ჩემი ასე რო გიყური. კი, ანუ თვალს სადაც იყო, ეგრევე ხედავ თვალის სადაც სწორ პასუხზე გაქვს ხოლმე დადებული თვალი. 100 ფულა გვაქვს, ვაგრძელებთ. რობოტი ჯიჯი. რამეს ვიგებ? აგერა, ვახ, ეგ რო გეტყვი ახლა უცებ. არა, შენ მოიგებ
3 ბიტკოინის. იმას ამნი გადავაჭით 100. აა 10 ბიტკოინი ქოროს. მოიცა. მადლობა რომ 10 ბიტკოინი მაჯუქეთო ესე დაიწყო. ასე, ოკეი, კაი, მივხვდი. აი 10 ბიტკოინი მილიონის თემა არ არის? რამდენზეა ხა? 10 ბიტკოინი არის ჩათვალე ხო მილიონი? 100-ია ეხა თუ რამდენზეა? 95,000 რა. ხო, მილიონი. ესე მაიმუნობს რა. მე ნახე ცოდია დაახლოებით ფასი. ეგ არის მესამე. კაი, რაც ნიშნავს bid price-ი forex-ში. ეხლა ნახე ბიდიც სამ წაიქავ. გამიმარტო უბრალოდ რას გეტყვი რა. აუქციონზე ხო ყოფილიყარ? აუქციონზე ხო იყავი, რო ბიდავდი. ხო, ანუ რაღაცაზე ფას ელი. კაი, ფასი რომელთაც ტრეიდერი ვალუტის გაყიდვას შეძლებს. ფასი რომელთაც ტრეიდერი ვალუტის ყიდვას შეძლებს, ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი კურსი მაქსიმალური ფასი რომელთაც შეგიძლიათ ვაჭრო. B ალბათ ფასი რომელთაც ტრეიდერი ვალუტის ყიდვას შეძლებს. კი ბატონო, სწორი არის. ანუ თლად შორს არ ყოფილა ხო? 200 ხულა გვაქვს, ვაგზელებთ თუ წვიტავთ თამაში. ეცი და არის მე ან ყველაფერი ან არაფერი ბატონო ანუ. აჰა. რამდენი ქულიანია ეგ? 100 ქულიანი. 100 ქულიანი არის? რომელიც სავალუტო წყვილია მთავარი major pair. ნუ მთავარი წყვილები. ნახე, ერთ შეგახსენებ, რომ თელი პოდკასტი ხონა საუბარი ამერიკაზე, რადგან ამერიკა დომინანტი არის სოფლიოში. შესაბამისად კანადური ის არის ხო? კანადური დოლარი ცოდნია გეუბნები არის. ეი ალბათ. რომელი არის აბა? ანუ მოკლედ ორი პასუხი მაქვს. ყველა ვარიანტი, ანუ არ ვიცი კანადურს რამ ხელა ნიშნულობა, არა, ევროს აქვს ძალიან. მეორე რო წერია დოლარი, აბა ნახე, წაიკითხე შე. ევრო და შე, კაი მივხვდი. ყველა ვარიანტი პირველი USD. ხო? არა? როგორ მე არ პასუხები აწერი. ნახე USD კანადა, B არის ევრო USD, მე რაღაცა ჭეღრპ. ხო და ევრო USD უფრო ძლიერი იქნება თუ ვაიცა. არა, პრინციპში კანადური ფული ხო. კანადური დოლარი ხო ის არის. არ არის ხო აქტუალური. ევრო და დოლარი ხო. თავარი სავალუტო. დიახ, ნამდვილად არის 300 ქულა დავაგროვეთ. მეორე ნაწილშიაც წერია დოლარი ყოველთვის არის. არა, ეხლა რამ დამაბნია, იცი პირველი ევრო ეწერა რა. პირველი ევრო ეწერა და ვიფიქრე აქ პრიორიტეტულად ხო არა ჩასმული რომ პრიორიტეტში იზის ევრო ჯერ და მე USD არ და რამე ის უნდა ვკითხოთ რა გააკეთა მაგო ხე. ეს ხო ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ რამე კაი. ლოგიკა ვაგინოთ რამე შეგიძლია შეაგინოთ. ანუ აქ რაღაც მომენტში დავფიქრდი რა რომ ვიფიქრე USD პირველი არის მაინც რა ალბათ სავალუტო იმაში არა. ეს ფასიანი ChatGPT-ს გაკეთებულია, მაშინ არ შეაგინო ფულია დახარჯული მაგაში. კაი კაცი ეს არის 200 ქულიანი. რა არის stop loss forex ვაჭრობაში? ეს უკვე stop-ი რა არის? გაჩერება ხო არის? loss არის დაკარგვა, ანუ ფულის დაკარგვის თემაა. ჯერ კარგავ ფულს და მე ჩერდები თუ ჯერ ჩერდები და მე კარგავ ფულს. ზოგადად forex-ზე გვაქვს ორი რაღაც შეგვიძლია დააყენო რომ მაგალითად აი პოზიციას რო გახსნი $10 მეტი არ წააგო. აი ეგ არის რა. იხდი? დაყენებული გაქვს რომ გააჩერო სადღაც რომ არ აი მაგალითად რომ მიაღწევს ავტომატური ბიძი არის საუბარი სულ კომპიუტერი გადააგდო და დაიძინო ის თუ მიაღწევს ან მეორე არისო take profit-ი ან როცა მოგებას აიღებს რა მაგათ დააყენე შეგიძლია დააყენო რაღაცა 1.20-ზე პირველად ხო აი $10 წავაგებ ან $20 მოვიგებ ხო შეგიძლია გორი ბრძანება დააყენო stop and loss-ი ეგ არის. კი, ეხლა stop loss-ი ნახე, რომელი იქნება მაგ 4 საავრო. წინასწარ დადგენილი ფასი, რომლის მიღწევისას პოზიცია ავტომატურად იხურება წაგებით. ჭხილებში არის ჩასული მაქსიმალური მოგება, რომლის შედეგაც ვაჭრობა ჩერდება C, როდესაც ბროკერი ხელს უშლის ვაჭრობაში, D, როცა ინვესტორი ვეღარ ყიდულობს ვალუტას. C და D გამორიცხულია ჩემი აზრით და წინასწარ დადგენილი ფასი, რომლის მიღწევისას პოზიცია ავტომატურად იხურება წაგებით მაინც და მაინც აი stop and loss ხო ეს არის პასუხი რომ მეტი არ წააგო დაუგეგმაოზე მეტი რო არ წააგო რა არის პასუხი ოკეი ეს არის ყველა გაიცი პასუხი არ ამგონია რომ არ გაგიჭირდება ძალიან ლოგიკური ცხოვრებისეული კითხვები იცი რა არის რო რამე აი ნახე თქვენ დამეხმარეთ იმაში რომ რაღაცა ტერმინები რომ მას ანუ რომ განიმარტე უკვე გამარტო და მე პასუხის გაცემა კანადური მასე გაიჭედე შენ მაგრამ მე იცი გავიჭედე ეს შენ ვაფშე სხვა რაღაცა იდეაში მიხდებოდი მაგას ხო ვიფიქრე რომ ევრო ხო არა ევრო რო რამე მე ვიფიქრე რომ ის პირველი როა და იქ მეორეში ჯერ ევრო ეწერა, მე ეწერა USD რა და ცოტა მან გავიჭედე რომ მეთქი რაღაცა პრიორიტეტი რატოა ისე. ხო, სხვანაირად. ხო, ანუ მოკეთ ეგ იყო ძალიან კარგი რაღაცა გვავიწყდება. ყოველ გადაცემაში ჩვენ სვავს ბოლოს კითხვას.
რომლის შედეგადაც შემდეგ პირველი ვინც დაწერს გამომწერის სწორ პასუხს იგებს $10. ვა. რამე სხვა არ მოიფიქრებდი ფინანსებთან დაკავშირებით კითხვას. ხო, მოდი შენი კითხვა იყოს რამე. მაყურებელს ვინ გასცემს პირველი სწორ პასუხს შენ კი არ გადასცემ. შენი სახელით გადავცემთ $10. აუ, აი პირველივე რაც ამომიტივდი და გითხრათ. ცოტა სულელური კითხვაა. მაგრამ რო რამე შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს რა. რაფერი იყო 50 თეთრიანი თავის დროზე? ოკეი. ბაზარი არა. არის ესეთი კითხვა. რომელ წელს გაუქმდა ლარიანი და 2 ლარიანის ფურცლის ვერსია, ანუ ქაღალდის ვერსია რა, ასე. ეს ფიატას რო ეძახით მეგობრებო. ხო, ანუ ორი კითხვა გვაქვს, ორი კითხვა უნდა გასცეთ, პასუხი უეჭველი, ხო. ეს რაც უცებ მომაფიქრა არ გამსაჯო ძალიან. ამიტომ ჩამოწერეთ ბევრი ვერსია, ნახოთ რომელი იქნება მართალი და $10 მე ჩაგივიცხავთ, კი არა $10 ხაცო. და ის გამარჯვებულს ისევ სიამოანათებთ, თო? გამარჯვებულს ისევ სიამოანათებთ, ხო? ოკეი, მადლობა კიდევ ერთხელ. მე მგონი რომ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მადლობა თქვენ ძალიან საინტერესო რაღაცები გავიგე. სხვათა შორის რაც რამე შეიძლება არ დავინტერესებულიყავი, მაგრამ რომ მოვედი თურმე საინტერესო ყოფილა. კი, მადლობა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მადლობა რაღაცებში გადავკვეთილიყავით ისე საინტერესო კაცი. გაიხარე რავი YouTube-ზე დაკავშირებული არ ყოფილა თურმე ტეტრისმერე ერთად. არა, მეც რო რამე ინსპირაცია აღებული მაქვს რო რამე შენგან რა, იმიტომ ძალიან დიდი ხნის YouTube-ი. როგორ TikTok-ერი ხო? სხვა ტიპი. ძალიან დიდი YouTuber-ი იყო ხდები. ისე TikTok-ზე დაბრუნდა. არა, ისე ყველაზე სიგიჟე რა არის, იცი? ტიპი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძველი იუთუბერი არის საქართველოში, ვინც დღემდე ალბათ კი, მას სამხელა პატარა იყო. ხო, ანუ მართლა ერთ-ერთი ყველაზე ძველი იუთუბერია და რამე YouTube-ზე აღარ აქტიურობს. ანუ რამდენად მე ვეუბნები რომ გააქტიურებს. რამდენად სულ რაღაცა შევა. ეს საქმეში არის და თან ინვესტორი რო არის. არა, კაცი ინვესტორია, აქ რაღაცა რა. შეგინდა რომ ინვესტორმა თან კითხებს მისვამს, რამდენზე იფიქროს კაცმა, კაცო. ChatGPT-ს ხო უნდა მისცე ის დავალო 5 აი ეგ მაგას მევაწვევ, მაგრამ უბრალოდ ინვესტორ ადამიანს ვერ დაავალებ, ხო ChatGPT შეიძლება. აი მესმის. ეხა წავა იმაზე უნდა იფიქროს, იაფად სად იყიდება სიგარეტი ხა. ეხოწე. რომ მაღაზიაში ყოველდღე მაღაზიაში 10 თეთრი დაბალი რომ იქ დაიწრიოს უეჭო. სოპრანია გააძვირეს, გადავიდეთ ხალხუროზე. არ მოწიოთ ხალხო? ბაზარში რო არის, ბაზარში ვიყიდი. ხერება ვაგზაზე რო და ხერება უნდა ვიყიდო. ან მეორადიც არა უშავს ახალი შეხვეული. ბიჩოკები შევაგრო. გამოიწერეთ ხალხო არხი, ვიდეო დაალაიქეთ, აუცილებლად კომენტარებში დაწერეთ ვინ გაინტერესებთ აი ფინანსურ სფეროში. მე რო არა ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. არა, ბენი, მოდი, შენ დატვირთ, ნახე. მე ინვესტორი ვარ. ნახე, ერთი მხარე ცოდნით სავსე უნდა იყოს და მეორე მხარე არ უნდა იყოს ცოდნით სავსე. პირიქით, ეგ უფრო მაგარი შეხამება. ეხლა არა, აქ რა იქნებოდა, იცი, ახლა ამანაც რო იცით. ხო და პირიქით აღარ დაგველა. არა, це მას პოდკასტი გადავა. აცი ხიხა შენა, კაცო და ხო და მაგას დაგიწყებდა აქ მე. ხო, მაგრამ ჩაობას, ეწამე. მატრაბი კაცო, რა აქ მომავალი? რა? მე აქ სტოკში ბულიsh მარკეტი ვნახე ასეთი. შენ მაგას ვერ დაინახავდი, მაგ კენდულს ვერ დაინახავდი, მაგავარ. კენდელ პატერი. რა ბიჭო, აი წები ტეკი ფელი ღამე ვუხურებდი. აი ძმა და აი გატოკდა. შეგეძინა მაშინ ერს მარკეტზე გაიგე. ხო და ჯობია, დამიჯერე, შვენიერი ის არის, ამან არ უნდა იცოდეს. პირიქით, ეგ უფრო მაგარია. იცი ამდენი იცის უკვე ახლა. უკვე ეცოდინება, მაგრამ რო რამე შედარებით არ უნდა იცოდეს. ბიჭო, დიდი თავი ხომ აქ და აქეთ. აზრი არ დააფიქსირებინო, თორე თავზე გადაიჯოს მე, ანუ არ დააფიქსირებინო ხოლმე აზრი. დიდი თავი ხომ აქ და თუ გაცენტრილი არ მაქვს, იქით აქეთ მივარდება ხოლმე და თავით იმაშვები. არა, ძალიან კაი იყო, მადლობა ბიჭებო, მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა მოწვევისთვის, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა ესე ჩემი ამპლუიდან გამოსული რაბანა შესმაყურებელს მოეწონება. იმედი მაქვს ძალიან. იყურებდით ტეტრში როდის დაბრუნდება.